სულხან საბას იგავი, ნიკო ფიროსმანის ფერები და სულხან ცინცაძის მუსიკა. სამი დიდი ქართველი ფენომენი თავს ერთ სივრცეში იღრის. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენა პრემიერისთვის ემზადება. გენერალური რეპეტიცია დასკვნით ფაზაშია. მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული და მუსიკალური წარმოდგენა სახელწოდებით 1 კილა ნატვრა ცოცხლდება. ფიქრობ, რომ დღეს მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ქართული ნაწარმოები შევთავაზოთ თავის სიუჟეტით, სულხან საბას მუსიკალური გაფორმებით, ფიროსმანის ნახატებით, ხალხური პოეზიით და აი ეს ყველაფერი ერთად ვფიქრობ მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია. გლახაკი და ქილა ირბოს ყველასთვის ნაცნობი სიუჟეტი აქ სულ სხვაგვარად იკითხება. პერსონაჟები ამბავს არა დიალოგებით, არამედ სხეულის ენით და ქართული ტრადიციული ცეკვის ელემენტებით ყვებიან. ეს პროცესი, რა პროცესიც ჩვენ გავდიოდით, იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ არის ქორეოგრაფიული სპექტაკლი და სპექტაკლი, სადაც არ არის სიტყვა და შენ ცდილობ მაყურებლამდე ამბავი მიიტანო ქორეოგრაფიით, მოძრაობით, ეტიუდებით, ეს უფრო კარგი გამოწვევა იყო ჩვენთვის, როგორც მსახიობებისთვის. და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ეტიუდებით და ქორეოგრაფიით განახოთ ერთი ლამაზი ოცნება და ნატვრა, რომელიც ძალიან სავსეა დიდი სიყვარულით, სიკეთით და შრომით. ყოველ დღე რაღაც ახალი იბადება, ყოველ დღე რაღაც ახალი დეტალი შემოდის, რასაც სჭირდება მორგება, გააზრება, გაანალიზება და ამის მერე გაცემა, ასე ვთქვათ, ემოციის, რომ იყოს გასაგები იმ ადრესატისთვის, ვისაც უგზავნით ამას. ამ შემთხვევაში მგონია, რომ გასაგები იქნება მათთვის ჩვენი სპექტაკლით და საინტერესო, რაც ყველაზე მთავარია. არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსი მაყურებლისთვისაც. სპექტაკლის ვიზუალური სამყარო მთლიანად ნიკო ფიროსმანის მხატვრობით არის შთაგონებული. სცენოგრაფია და თანამედროვე ვიდეო ინსტალაციები ქმნის გარემოს, სადაც ოცნებები და რეალობა ერთმანეთში ზუსტად ისე ირევა, როგორც მთავარი გმირის გლახაკის გონებაში. როდის იმსხვრევა ოცნებებით სავსე ქილა და რა რჩება ნატვრის შემდეგ. ამ კითხვებზე პასუხს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენიდან 20, 21 და 22 თებერვალს მივიღებთ.